10 წლის შვილი მიკვდება. ბავშვის სიცოცხლის საათებია დათვლილი. ჩერნოვეცკის ფონდში თურქეთიდან ზარი გაისმა და სასოწარკვეთილი დედის ხმა. ვერაგმა სარკომამ ბავშვი ცოცხლად შეჭამა. დავითი ცოტა ხნის წინ კომაში ჩავარდა. სოფლიოს წამყვანმა ექიმებმა ხელები აწიეს. მედიცინა უკვე უწყლურია. გადარჩენის აღარანაირი შანსი არსებობს. თუმცა დაუჯერებელი სასწაული მოხდა. სამწუხაროდ სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა და ახლა 10 წლის დავით ხოშტარია სიცოცხლის დღეებს ითვლის. ბავშვს ასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს ოპერაცია თავზე, სახეზე. ცვლები აქვს ამოღებული სახიდან. ასევე აუცილებელია ოპერაცია ყურებზე, რადგან საკვები და წყალი, რასაც ორგანიზმი იღებს, პირდაპირ ყურებიდან გადმოსდის ბავშვს. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ თავის ტვინზე მიკრობი აღმოაჩნდა და სასწრაფოდ უნდა მოხდეს მისი განდევნა. ყოველივე ამისთვის კი დიდი თანხებია საჭირო. ბავშვი დაბადების დღეს საოპერაციო მაგიდაზე შეხვდა, მაგრამ მომდევნო დაბადების დღეს ეს ანგელოზი ცივ სამარეში შეხვდება. თუ მას ახლავე არ გავუწვდით დახმარების ხელს. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.